მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ ამდენი მოაზროვნე ერთადავად შეკრებილები დღეს. ეს არის პირველი ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ამ ფორმატში ლაზარესი და ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი ახალგაზრდებისთვის კონკრეტულად სხვა თავიდანვანებოთ ახალგაზრდებისთვის ინფორმირებულობა, რომელიც მიუხედავად ინტერნეტის ხალისა მაინც ნაკლებობას განიცდის სამწუხაროდ. დღევანდელი ჩვენი თემა არის ევრაზიული კავშირი, მოსალოდნელი საფრთხე და მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზი. დღეს ვდგავართ არჩევანის წინაშე, სამწუხაროდ არჩევანის წინაშე დავდექით, გვინდა თუ არ გვინდა ევრაზიული კავშირი, რომელიც ჩვენ დასაუბედუროთ ძალიან ბოლომდე ვერ არის ჩამოყალიბებული და რა სიტუაციები და რა არის ამაში ჩადებული, ჯერჯერობით ვერ გავითვიცნობიერებია კიდევ. სამწუხაროდ გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოს საგარეო კურსის მერყეობაც, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში გარკვეული გაურკვევლობა ხანდახან კიდევ შიშიც. ამიტომ ზუსტად დღევანდელი ჩვენი შეკრება, დღევანდელი კონფერენცია ზუსტად ემსახურება იმას და მიზნად ისახავს ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია მაქსიმალურად. მე მინდა ზუსტად ეს თემა გავშალოთ სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც აუცილებელი იქნება ისევ და ისევ იმისთვის, რომ გავერკვიოთ რა კონკრეტულად რა არის თვითონ ევრაზიული კავშირი. მე მინდა ვთხოვო ბატონ ბესიკ ექსეულიძეს, მაგრამ მოამზადა პატარა გამოკითხვა თუ რა მდგომარეობა ამ ხრივ ახალგაზრდებში. საერთოდ იციან თუ არა ამ ინსტიტუტის არსებობის შესახებ რაიმე, თუ იციან რას ფიქრობენ. და ამიტომ ვთხოვ თვითონ უფრო დაწვრილებით მოგვიყვება. მოგესალმებით პირველ რიგში, მე გახლავართ ბესიკ ექსეულიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა ინტელექტუალურ გაერთიანებას, რომ პატივი მაქვს დღეს წარგიგინოთ კვლევის ანგარიში, რომელიც ეხება ახალგაზრდების ინფორმირებულებას ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში. ჩვენი კვლევის მიზანი ძირითადად იყო გამოგვეკვირია თუ რამდენად არიან ინფორმირებულები ახალგაზრდები ევრაზიულ კავშირში მოსალოდნელ შედეგებში, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ევრაზიულ კავშირთან მიახლოება, ინტეგრაციაზე არ მოხდა საუბარი, მოხდება თუ არა დეოკუპაცია ტერიტორიების საქართველოსი და რა გავლენას იქონებს ზოგადად ევრაზიულ კავშირის საქართველოსთვის. მეთოდოლოგია, კვლევა ისმენ წარგიგეთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიას, კვლევის თარიღი იყო 2014 წლის ფებრუარი, კვლევის არიან თბილისი, რუსთავი, ძირითადად ეს ქალაქები, მაგრამ ქალაქები გამოიკვეთა მაღალი ქალაქები, როგორც არის ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ხაშური, თერჯოლა, ზესტაფონი და გორჯობი. რაოდენობრივი კვლევა, ანკეტირების მეთოდი, გამოკითხულთა რაოდენობა არის სულ 1000 რესპონდენტი, საკმაოდ კარგი რიცხვია ამ ეტაპზე ვფიქრობ, შერჩევა სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა მოხდა, ანკეტირების შესწევლის ხანგრძლივობა კი 5-10 წუთს წარმოადგენს. ახლა კი გამოკითხულთა რაოდენობა თბილისის მასშტაბით გამოიკითხა 300 ახალგაზრდებია ძირითადად, ეს არის 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდების პროცენტული რაოდენობა თბილისში 30% წარმოადგენს, რუსთავში 200 ახალგაზრდა, 20% და დიდ ქალაქებში ერთიანად 50%, ბათუმში 100, ქუთაისში 100, თელავში 75, ხაშურში 50, ქალაქ ზესტაფონში 50, გორში 50, გორჯობში 45 და თერჯოლაში 30. ადგილი დემოგრაფიულ მონაცემებს წარგიდგენთ, მამრობითი სქესის ადამიანი თბილისიდან იყო 320, ასევე სხვა ქალაქებიდან 276, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები 180 თბილისიდან, სხვა ქალაქებიდან 224. 18-დან 24 წლის ასაკის ახალგაზრდები გამოვლეს ძირითადად როგორც გითხარით, აქედან მამრობითი სქესის სულ იყო 596, მდედრობითი სქესის 404. რაც შეეხება კვლევის შედეგებს, პირველი კითხვაზე ხსმენია თუ არა ევრაზიული კავშირის შესახებ თქვენი აზრი რას წარმოადგენს და რა მიზნით იქნება. პირველში რაც მინდა ვთქვა, რომ კვლევა საკმაოდ ჩემი ინტერესიდან გამომდინარე ისეთი შედეგი აჩვენა, რომ იზრდება საზოგადოება, არსებობს ახალგაზრდები, რომლებიც აზროვნებენ, არიან პროგრესულად მოაზროვნეები და შესაბამისად ის საფრთხეები, რაც არის მოსალოდნელი ხმას ევრაზიული კავშირიდან, ვფიქრობ ჩვენი ახალგაზრდების გონებრივად და ჩვენი შრომით შესაძლებელია თავიდან ავიცვლოთ. უბრალოდ კარგი არის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივადგინოთ და ეს ამ ახალგაზრდებმა ამოვიგონ ხმა. კითხვას გავიმეორებ, ხსენია თუ არა ევრაზიული კავშირის შესახებ თქვენი აზრი რა წარმოადგენს და რა მიზნით იქნება, გამოკითხულთა 71%-მა იცის ინფორმაციას პროფს ამ
კავშირის შესახებ 26%-მა თითქოს და ანუ არ არიან ინფორმირებული, მაგრამ წარმოდგენა აქვს მენიათ ევრაზიული კავშირის შესახებ 8%-მა კი არ იცის, ანუ არანაირი ინფორმაციას არ ფლობენ. ძირითადად ისეთი მონაცემები, სადაც არაინფორმირებულობა არის, ეს გამოიკვეთება რეგიონების მიხედვით და რაც შეეხება 66% ძირითადად თბილისში და ისეთ ქალაქებში არიან, სადაც უფრო აქტიური არის ახალგაზრდული პროექტები, ახალგაზრდული ცხოვრება. შემდეგი კითხვები კი ასეთი იყო, ხსენია თუ არა ევრაზიული კავშირის შესახებ, კი იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და იდეოლოგიურად ჩემთვის საბჭოთა კავშირის ანალოგია. თითქმის ყველა პასუხი ახალგაზრდების ემთხვევა ამას, იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და იდეოლოგიურად ჩემი საბჭოთა კავშირის ანალოგია. კი იმსმენია ის არის ევროპის კავშირის ინტეგრაციის ანალოგი, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ევრაზიულ ქვეყნებში. არ მსმენია არაფერი, მარტო ტელევიზორში მოვკარი ყური, ანუ ეს ისეთი კითხვები და პასუხები ამოვიდა, რომლებიც ძირითადად უფრო მეტად დომინირებენ ჩვენ გამოკითხულ რესპონდენტთა აზრში. დიახ, ჩემი აზრით ეს არის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გაერთიანება და მისი აღდგენა კი ეს არის ევროკავშირის მსგავსად შექმნილი გაერთიანება. თითქმის ყველა ამ კუთხით ხედავს ევრაზიულ კავშირს, რომ ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გაერთიანება და ახალი საბჭოთა კავშირის შექმნის იდეა, რასაც ძალიან ბევრი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ არარეალურია საბჭოთა კავშირის ქვეყნების გაერთიანება. თქვენი აზრით, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევრაზიულ კავშირში? გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში. ძალიან ასე ვთქვათ, დასაბუთებულებიც აქვს და მოყვანილი აქვს სხვა მაგალითები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს, რომ მართლაც არ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ევრაზიულ კავშირში. 18% მიიჩნევს, რომ უნდა გაწევრიანდეს და ძირითადად გამოკითხულთა რაოდენობით 18% ყურადღებას ამახვილებს ევრაზიულ კავშირთან ინტეგრაციაში. ეს არის ღვინის გატანა, ეს არის სოფლის მეურნეობა, ძირითადად ამ მწვანილის და რაღაც ისეთი მაგალითები აქვს მოყვანილი, რომ ეს არის არაპროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება, რომლის ინფორმირება აუცილებელია. ხოლო 9%-მა კი არ იცის, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევრაზიულ კავშირში. შემდეგი შეკითხვა იყო, თქვენი აზრით რამდენად რეალურია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალი კავშირის შექმნა ახლო მომავალში? ამ კითხვაზე 86%-მა არარეალურად მიიჩნია, რომ წარმოუდგენელია საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბება ახალი რაღაც სხვა სახელის გაერთიანებით, 9% მიიჩნევს რეალურად, 5% კი ინფორმაციას არ ფლობს და არ იცის ამ საკითხის შესახებ არანაირი აზრი. კიდევ მინდა დავუბრუნდე წინა შეკითხვა, თქვენი აზრით უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევრაზიულ კავშირში? მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე რესპონდენტის მოხსენება არავითარ შემთხვევაში. ეს საქართველოს მიიყვანს სრულ ანექსიამდე, არა რადგან ვთვლი, რომ ამით საქართველო როგორც თავისუფალი ქვეყანა შეიზღუდება და სხვათა გავლენის ქვეშ უკვე არ შეფარვით ცხადად მოიქცება დროთა მანძილზე. თუ საქართველო ამით მიიღებს სარგებელს, უნდა გაწევრიანდეს. მაგრამ ახალგაზრდები ასეთი მოაზროვნე ახალგაზრდები ვერ ხვდებიან, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის იმ ღირებულებებზე და მოწოდებებზე უარესობას ნიშნავს, ისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხი ასე იბრძვის. საუბარი აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე. შემდეგ ჩვენი შეკითხვა, თქვენი აზრით მოხდება თუ არა საქართველოს დეოკუპაცია ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებით? ამ კითხვაზე 64% ფიქრობს გამოთქვამსაც, რომ არ მოხდება, 21% მიიჩნევს, რომ მოხდება, ხოლო 14% არ ვიცი. ის 21%, რომელიც მიიჩნევს, რომ მოხდება, ვერ ასაბუთებენ და ვერ ფლობენ ინფორმაციას თუ როგორ რით შეიძლება მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია, ტერიტორიების დეოკუპაცია. რაც შეეხება ეს იყო ჩვენი კვლევის მთავარი კითხვები, რაც შეეხება ძირითადად იმ საზოგადოებას, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას, როგორც უკვე ახსენდა, რომლებიც ახალიბებენ თავიანთ აზრს, ესენი არიან თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები, ესენი არიან ქალაქ რუსთავში, იმიტომ რომ ჩვენი კვლევის არეალი ძირითადად ქალაქი თბილისი და რუსთავი წარმოადგენდა, მაგრამ რეგიონებითაც ქალაქი ქუთაისი საკმაოდ აქტიურობდა, სადაც ჩანს ახალგაზრდების პროგრესულად მოაზროვნე თაობა და ვფიქრობ, რომ აუცილებელია უფრო მეტად მოვახდინოთ მათ ჩამოყალიბება, მათი ინფორმირება ევროკავშირთან მიმართებაშიც და ევრაზიულ კავშირის მოსალოდნელ საფრთხეებთან მიმართებაშიც. იმიტომ რომ ეს საზოგადოება თითქოს და მერყეობს, ანუ მერყეობის პოზიციაშია, ვერ გაუგია იწვევს დაბნეულებას, თუ რომელი უფრო შედეგს მოუტანს საქართველოს, რომელი უფრო შედეგს მოუტანს მათ მომავალს. რაც შეეხება ყველა თითქმის ახალგაზრდების უმრავლესობა ევროკავშირთან მიმართებაში ხედავენ განათლებას და იმ წარმატებულ ცხოვრებას, რაც საქართველოს ეხება. დიდი მადლობა.
ეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში იყო იდეა Trubetskoy, Savitsky, Vernadsky. ძირითადი მიზანი იყო კომუნისტური იდეოლოგიის, ევრაზიული იდეოლოგიის ჩანაცვლება. ну პირველს ვისებრობინა დამკვეთი და შეუძლებელი ისე სიტოგრაფია მიჩუმათებული იყო, მაგრამ პირველად დეტალური გეგმა ამ ევრაზიული კავშირი როგორ უნდა გაკეთებულიყო, ეს გააკეთა სახაროვმა საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში და ამას ერქვა Союз Советских Республик Европы и Азии, Европейского Азиатского Союза. ანუ აქ პოსტსაბჭოთა სივრცე იყო ის თავიდან ბოლომდე არა მარტო საბჭოთა კავშირის ტერიტორიები მოაზრებული, არამედ პოლონეთი, უნგრეთი, ანუ ეს აღმოსავლეთ ევროპა. ხო. შემდეგ ესე იგი და ამ იდეამ განვითარება შემდეგ თითქოს პოვა DST-ს შექმნის კუთხით, ესეც საბჭოთა კავშირის საბჭოთა კავშირის მასშტაბზეა საუბარი. შემდეგ უკვე პირველად ამ პროექტს დაუბრუნდა ნაზარბაევი 94 წელს. იქიდან მოდის, მაგრამ ძირითადი იდეა რაც დევს ამაში ყველაფერში, ეს არის ერთიანი ცენტრის შექმნა მოსკოვში და ძირითადი მიზანი, რომელიც ღიად განაცხადა 2011 წელს ჯერ პუტინმა, მერე ბრიზლოვმა, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ზეგავლენის პოლუსი. ეს არის ძირითადი მიზანი ამ ევრაზიული კავშირის. სტრუქტურაც საკმაოდ საინტერესოა ამ ევრაზიული კავშირის, როგორ მოიაზრება. ესე იგი, ეს შედგება პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანო, ეს უნდა იყოს რესპუბლიკების მეთაურების და მთავრობების ხელმძღვანელების საბჭო. შემდეგ საკონსულტაციო სათათბირო უმაღლესი ორგანო ამ კავშირის უნდა იყოს ევრაზიული კავშირის პარლამენტი, ანუ აქ უკვე ამ საპარლამენტოს უბრალოდ საკონსულტაციო სათათბირო ფუნქციები ექნება, სხვა არაფერი. შემდეგ არის ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის საკოორდინაციო ორგანოთ ითვლება. შემდეგ არის სახელმწიფოთა შორისო აღმასრულებელი კომიტეტი, ეს უკვე საინტერესოა, ვინაიდან ეს არის მუდმივმოქმედი აღმასრულებელმა კონტროლებელი ორგანოდ მოაზრებული. შემდეგ არის ევრაზიული კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის საინფორმაციო ბიურო, ანუ როგორც იყო იტარტასი და ესენი საბჭოთა კავშირის დროს ესეთი საინფორმაციო ბიურო ესეთი უნდა იყოს. ასევე მოიაზრება ესე იგი ამ სტრუქტურაში და არის ასევე ყველაზე საინტერესო ჩემის აზრით, ასევე ეს არის განათლების, კულტურის, მეცნიერების საკითხების საბჭო, რომელიც პრაქტიკულად თუ ეს ყველაფერი აღესრულა როგორც რუსეთს უნდა, ადვილი წარმოსადგენია თუ რა შედეგების მომტანი იქნება ამ საბჭოს მუშაობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოლიმპიადაზე ნახეთ, რომ პირდაპირ ეს საქართველოს ანტიკური ისტორიაც კი გადააკეთეს სათავისოდ და არგონავტები თურმე აქეთ ხოხეთში კი არა, სოჩში ჩასულან და რუსეთში ჩასულან. და იქიდან დაუყია და გარდა ამისა, პრომეთეს ძეგლიცაა დადგმული და ეს რა ქვია ესეთი არლინი რიშინი არის ასეთი ძეგლი და იქ პირდაპირ პრომეთეს კიდე თურმე იქ ყოფილა მიჯაჭვული და იქ და თურმე ამას ეს ყვავები და ისინი ანუ ყველაფერი მიითვისეს რა პრაქტიკულად და მთელ მსოფლიოს შეაჩეჩეს ეს როგორც რუსეთის ისტორია და ეს ორგანო როგორი მუშავებს უკვე ადვილი წარმოსადგენია და როგორი გადაკეთება იქნება ყველაფერი. ასევე საინტერესოა ის მომენტი, რომ რა თქმა უნდა ასეთი კავშირი ეკონომიკის თვალსაზრისით ერთიან სივრცედ განიხილება და აქ უნდა იყოს ერთიანი ვალუტა, ხო? და აქაც კი მოაზრებულია ესეთი ევრაზიული რუბლი. ანუ აქაც რუსეთზეა ისე მიბმული და არა ზოგადად ანუ ევროკავშირის საპირწონეთკი თითქოს აკეთებენ ამას და მის მაგალითზე და დემოკრატიაზე საუბრობენ მაღალ სტანდარტებზე, მაგრამ ისევ რუსულზეა მიბმული ევროკავშირში, ევრო შემოიღეს ევროპიდან გამომდინარე და არ იყო ფუნტი იყო, მარკა იყო, არა, ზოგადად სახელი დაარქვეს. აქ არა ევრაზიული რუბლი. და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანი სამხედრო ძალების ყოლა, რომელშიც გათვალისწინებულია ასევე ერთიანი რაღაც ბირთვული სააგენტო, რომელიც დასაგებია რა მიზნებს მომსახურება.
ასე სტრუქტურაში გასაგებია, რომ და ეხლა საუბარი არ არის. აქ სუვერენიტეტზე არათუ საუბარი არ არის, საერთოდ ახლოს არ არის ნახსენები ნებისმიერი რესპუბლიკის სუვერენიტეტი, მისი ასე ვთქვათ, რაღაც ორმხრივი კავშირების სხვა სახელმწიფოებთან, ამ ეს ყველაფერი რუსეთზე უნდა იყოს აგებული და ძირითადი მიზანი რა გამოდის, ესე იგი შთანთქვას რუსეთმა ეს მთელი სივრცე და შემდგომ უკვე თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ძირითადად ეკონომიკური სამხედრო მიზნებიდან გამომდინარე, რუსეთი გახადოს მსოფლიო ჰაბად, დანარჩენი რესპუბლიკები აბსოლუტურად ყველა ჩახვდება, განსაკუთრებით საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ამაზე კავკასიაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი იქნება გაყვავებაზე და რამე წინსვლაზე, ვინაიდან ძირითადი მიზანი და მიზეზი, რაც რუსეთი ეომება საქართველოს, პირველი არის ის, რომ საქართველოს დაუკარგა როგორც უყარს ეს და ნამდვილად ისტორიული ფაქტია ასე, ფუნქცია დაუკარგა მთლიანად კავკასიის რესპუბლიკებს რუსეთმა გასაბჭოების შემდგომ და ჯერ იმპერიიდან მოყოლებული კიდე და დღეს საქართველო რასაც ცდილობს რომ გაიბრუნოს ეს ფუნქცია და გახდეს ასე ვთქვათ ალტერნატივა რუსეთისა მოწოდებული ანუ გამტარ ჰაბის ვარიანტში ევროპასთან ყველაზე უმოკლესი გზით ზუსტად ამას ეუბნება რუსეთი, რადგან იგი კარგავს იმ შემოსავლებს, რასაც აქამდე იღებდა ამ პროექტებიდან გამომდინარე და ზუსტად ამ ტრანსკონტინენტალურ პროექტებს ეკუთვნის საქართველოს და აზერბაიჯანის მეშვეობით, თუმცა აზერბაიჯანი ვინაიდან არის ესეთი თვითკმაყოფადი სახელმწიფოა, მისი ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე და ვერაფერი ვერ მოუხერხა იმ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ზეწოლები არაერთხელ ყოფილა აზერბაიჯანზე, მაგრამ ვერაფერი ვერ მოუხერხა, ეხლა საქართველოსაც ვერაფერი მოუხერხა, ორი ტერიტორია ოკუპირებულია და ეს 2008 წელს არ დაწყებულა ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და თუ იქნება ამის დრო შემიძლია ამაზეც ვილაპარაკო და ეხლა უკვე დაიწყო საქართველოში უკვე იდეოლოგიური ზეწოლა, იდეოლოგიური ომი, იმიტომ რომ ფიზიკურად მაინც ვერ ააცდინა ევროპულ გზას, ეხლა უკვე იდეოლოგიის დონეზე შემოდის და დღევანდელი საერთოდ ხუთუპიას განცხადებას რო უსმინეთ დღეს დილით უსმენი, ესე იგი წინა დღის ის არის, ესე იგი საქართველოს გადარჩენა ყოფილა ღვთისმება და პუტინის პრეროგატივა. პრეროგატივა არა, შესაძლებლობა რა, ანუ პუტინი ღმერთს გაუტოვდა რა, ასეთი იდეოლოგიის შემოდინება საქართველოს სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ამ 1 წლის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დონეზე და პერიოდულად ჩამოდიან ასევე რუსეთის სხვადასხვა ასეთი სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობენ ღიად, აშკარად და კაჩვილი არ აკონტროლებს ამას, არავინ ყურადღებას არ აქცევს და საბოლოოდ ეს ძალიან სულ შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ იციან რომ ახალგაზრდები უფრო ევროპისკენ უყურებიან და ეხლა ზუსტად ახალგაზრდებში მიდის ეს პროპაგანდა, თორე ის ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდი გამოვლილი აქვს და დარჩა იმ მენტალობაში, რომ საბჭოთა კავშირია ყველაზე კარგი ფორმა არსებობის, იმას ისედაც ვერ გადაარწმუნებდა, ის ისედაც არის მათში გამჯდარი, მაგრამ ძირითადი მუშაობა მიდის ახალგაზრდებს. რა არის კონკრეტულად აი რაღაცა პირობების შესვლის, რომელიმე სახელმწიფოსი ან გამოსვლის. ანუ აი არაფერი აქ საერთოდ ეს მექანიზმები ჯერ განხილული არ არის, ანუ ეს ვითომ შემდგომზეა დატოვებული, მაგრამ ძირითადად უკვე აი ამ სტრუქტურიდან გამომდინარე, რომელიც მოიაზრება როგორი უნდა იყოს ევრაზიული კავშირის სტრუქტურა, თვითონ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს, რა მექანიზმებით უნდა ხორციელდებოდეს მართვა ამ კავშირის. ეს პირდაპირ არის, როგორც სხვა სიტყვებით შეფუთული, ეს არის პირდაპირ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებული სტრუქტურა რა, მოდელი. სხვა არაფერი. თან ცენტრი მოსკოვში, ანუ თუ დაუშვათ ევროპული სტრუქტურები ერთი სახელმწიფოშია, მეორე სახელმწიფოშია, ის შტაბი სხვაგანაა, ეს დანაწილებულია ევროპაში და ყველა გარკვეულ სახელმწიფოებს თავისი ჩართულია ყველა ჩართულობის იმით, აქ ცენტრი მოსკოვში უნდა იყოს ნატო ყველაფერს. წლების განმავლობაში დავდივარ პოლიტიკურ კონფერენციებზე და იქ სამხი პოლიტოლოგები სულ მეუბნებოდნენ ერთ-ერთს რომ ელო რა ხდებით ერთმანეთს თქვენ ქართველებს කියනවා და ასე ერთზე ჩვენ წარუდგენთ იქ ქვეყანას. ხდებით რაღაცას რომ თქვენო თავისი ჯიუტობით ასე გაიფუჭეთ ურთიერთობები რუსეთთან და ნახეთ ჩვენი მაგალითი.
ჩვენ ჯერ პირველ ეტაპზე ტერპეტროსანი დროს ჩავატარეთ რაღაც რეფორმები, მართალია ბოლომდე დავიყვანს. ხალხს დააბრალეს ეს ყველაფერი. ახლა ურთიერთობები კარგი გვაქვს რუსეთში და ახლა ნახე როგორ შევოთ ჩვენ ის თქვენზე ადრე შეიძლება ვიყოთ იმ ევროკავშირის ასოცირებული წევრი და თავისუფალი ვაჭრობა გვექ. სულ ამბობდი ნახოთ, რომ თქვენი ინტეგრაცია რუსეთთან საკმაოდ მაღალი დონისაა და შედეგი კი ვიცით. ანუ შეუძლებლობით რა თქვა და ის არგუმენტი რომ მოდი იქაც იყოს ორიენტაცია, მრავალვექტორული იყოს ორიენტაცია და რაღაცნაირად დაბალანსება გავაკეთოთ მეუღლე რომ საქართველოს ნეიტრალიტეტზე რომ მიდის საუბარი და ასე შემდეგ. იდეებიც არც შეიძლება ლამაზი არის, მაგრამ არარეალური იმის გამო რომ იგივე ნეიტრალიტეტს სჭირდება განადიდა ნეიტრალიტეტის არავინ არ ხდება დღეს. ევროაზიულ კავშირზე კიდევ ერთი ტრადიცია. გეტყვით რომ ხშირად ჩნდება რუსულ იმაში რა ქვია მედია და საექსპერტო წრეებში ეგეთი რაღაცა რომ კარგი იქნებოდა თურქეთი რომ ყოფილიყო, კარგი იქნება ამ ევროაზიულ კავშირში, კარგი იქნებოდა ჩინეთიც რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა ინდოეთზე ხშირად მიდის საუბარი. შანსი არა დაუშვებელია. იმიტომ როგორც შემოდის იქ მეორე ძლიერი მოთამაშე ევროაზიულ კავშირის იდეა იქნება. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ევროაზიული კავშირი იქნება მიბული პირდაპირ რუსეთში ცენტრალიზაციის დონე იქნება საკმაოდ მაღალი, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ თუ სუვერენიტეტზე ვამბობთ და სუვერენიტეტის დაკარგვაზე ვერ გეტყვით რომ სუვერენიტეტს ჩვენ დავკარგავთ უფრო მეტად ვიდრე ევროკავშირის შემთხვევაში. სუვერენიტეტი კარგობა იქაც და აქაც ნაწილად. ეხლა ძირითადი ამოცანა ტაქტიკური ამოცანა რუსეთის კავკასიის პოლიტიკაში არის აღიარება აფხაზეთის და ელექტრონული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის. ეგ იქნება, ეგ არის ის ამოცანა, რომელზეც უბრალოდ ამის გარეშე შეუძლებელი არის ინტეგრაციული, ევროაზიული ინტეგრაციული პროცესები სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის მიერ აღიარება? რუსეთის მიერ არა, და საქართველოს რომ აღიაროს. საქართველოს რომ აღიაროს და თელმა მსოფლიომ რომ აღიაროს ეს მომენტი. ამაზე წავა ვაჭრობა, ამაზე წავა ძირითადად უფრო ახლო ტაქტიკური ამოცანა რომ არავითარ შემთხვევაში არ მოაწერო საქართველოს ხელშეკრულება ასოციაციების ხელშეკრულება ევროკავშირთან და არ გახდეს და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ეგ უკვე ხუთის ამოცანა არის და მე ვფიქრობ რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთი, მაგრამ მოდით ვნახოთ რაში მისი გაკეთება შეუძლია. რა ინსტრუმენტებია? ну პირველი რაც უკვე ხორციელდება პრინციპში კულტურული და სპორტული ურთიერთობების განვითარება და ასე შემდეგ. კულტურა აუცილებლად და ასე შემდეგ. მე არა ვარ არავითარ შემთხვევაში ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა. კულტურული ურთიერთობები უნდა იყოს, მაგრამ ამ კულტურული ურთიერთობების ფონზე, ამ კულტურული ურთიერთობების უკან აუცილებლად იქნება პოლიტიკური რაღაც ჩადებული. ერთადერთი რაც ჩვენ დღეს თვითონ რუსეთი არის ძალიან მაგარი. დღევანდელი რუსეთის ზოგადად რა აპარატი, სახელმწიფო აპარატი არის არაერთი და აგებული არის აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე და კორუფციაზე. რუსეთში დღეს გამოჩნდეს ნამდვილად პატრიოტი და ჩვენები კი არიან, მაგრამ პატრიოტი ადამიანი რომელიც აღიქმება აბსოლუტურად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა და საქართველოში ამ კუთხით რა კულტურული ინტერვენციის კუთხით რაღაც კულტურული ინტერვენციის აღიარება მით უმეტეს რომ პირდაპირ გეტყვით საქართველოს დღესაც ეკუთვნება რუსულ სამყაროში. და ამაზე ჩვენ რომ ვაკრიტიკებთ ძალიან ჩვენი პრეზიდენტი ვერ მივხვდი ისე მარგველაშვილზე რომ წლების განმავლობაში ორენოვანი იყო ქართული რა თქმა უნდა ორენოვანი არ იყო ქართული კულტურა, მაგრამ ის რომ წლების განმავლობაში ძირითადი ინფორმაციას ჩვენ ვღებულობთ იმიტომ უბრალოდ არ არსებობს ის ინფორმაციას აღწევით ასე ქართულად როგორც იქამდე ჩვენ ვღებულობთ სპარსულად ბერძნულად ის თურქულად ნაკლებად ინგლისურად არა, ინგლისურად არ ყოფილა, როცა დღეს 10 წელს არა.
ამიტომ ის 20 წელი კიდევ გჭირდება. და აქედან გამომდინარე საკმაოდ ძლიერია რუსეთს ამ კურსით რაღაც ბერკეტები. მეორე მომენტი რა თქმა უნდა თავისი ბაზრის გახსნა სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის და ქართული პროდუქციისთვის, ძირითადად მიდის საუბარი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ამაზე ცალკე ისაუბრებოდნენ ეკონომიკა და მე ვიტყვი ამას ისევ და ისევ თუ რამე გვიშველის არაეფექტური რუსეთში და არაეფექტურობა იმ ლობის რომელიც არსებობს დღეს ქართულ მთავრობაში რუსულ ლობას. მე ვერ ვიტყვი კიდევ ჯერჯერობით მთლიანად ქართული ხელისუფლება არის დღეს პრორუსული, მაგრამ ის რომ ქართულ ხელისუფლებაში, ქართულ მთავრობაში არსებობს ძალიან ძლიერი პრორუსული ლობი, მე მგონი ეს ფაქტი არის და ამაზე თუ ვინმეს უნდა მე გამართოს რა ცალკე მაქვს ამაზე არ გვქონდა. შემდეგი რაც შეიძლება ესე ვთქვათ დათმობები ბაზრის გახსნა გასაგებია კულტურული და სპორტული ურთიერთობების. შემდეგი დათმობა მე მგონი აუცილებლად ლაპარაკდებია იმაზე რომ გალის რაიონში მოსახლეობას დათმობა გასაგებია შტაბში ერთად მოსახლეობას დაუვიდნენ ახალი პასპორტები. ეს კონკრეტული იქ უკვე არის არა აფხაზური პასპორტები არ არის და აფხაზური პასპორტები არ არის მთლიანად ხო იქ არა იქ კლიენტ მოსახლეობას იმასაც გამოიყენებენ აფხაზების გაზეთბერგეთა და საბოლოო ჯამში ის რაც შევცვალოთ სავიზო რეჟიმის გაუქმება ეს არის ჯოკერი. ეს არის ძალიან სერიოზული ჯოკერი ამათ ხელში და ნაკლებად რომ ამას გამოიყენებენ აგვის საუბრები რომ ამიტომ თუ არ მოაწევთ მაშინ გავაუქმებ და ეს იქნება რაღაც ბერკეტი იმ პროდუქციული ლობისთვის რომელიც არსებობს და შემდეგი მომენტი თუ ამას ვერ იმასეზამენ ეს იქნება უკვე შემდეგი რაღაც ანუ ეს არის ის ჯოკერი რომელიც აუცილებლად გამოიყენებენ და საბოლოო ჯამში კონსტრუქცია რომელზეც პირველ ეტაპზე საქართველოს ურთიერთობების რაღაცნაირად რეგულირება არის ის რომ შემოგვთავაზებენ კონფედერაციულ სამი სრულუფლებიანი საფრთხის შორის აფხაზეთის საფრთხოსა და საქართველოს. ეს კონფედერაცია პრინციპში ეს იქნება ჩემი აზრით საპროგნოზოდ როგორც წინადადება საქართველოს შესვლის ევრაზიულ კავშირში აფხაზეთი და საფრთხოსეთი არ შევა და შევა კონფედერაცია. რა არის მინუსები რამის მგონი ყველა ძალიან კარგად ვიცით მაგრამ მოდით რა პლუსი საერთოდ პლუსი თავარი ტექნოლოგია რა პოლიტიკური ტექნოლოგიები არის ინდუსტრიული და ასე შემდეგ ევრაზიულ კავშირს ევრაზიულ სივრცეს რუსეთს სამწუხაროდ ეთქვით რატომ სამწუხაროდ არ აქვს არავითარი დინამიკა განვითარების და ეს დინამიკა არის რედაქციის. რატომ ვამბობ სამწუხაროდ? დღესდღეობით რუსეთი ყოფილიყო ევროპაში ამ ევროკავშირის ამ თავის ინტეგრაციულ პროექტს ეს იქნებოდა საინტერესო შუათის იქიდან გამომდინარე რომ ეს სახელმწიფოების რომ ევროპული თანამედროვე ევროპული იდეები შემოვიდა ზუსტად რუსეთის მაშინ რუსეთის იმპერია იყო მაშინდელი ევროპის ნაწილი რომელიც ამის გამო დაიშალა რეინკარნაცია განიცადა როგორც ანტითეზა ეგ არის რა ზუსტად როცა საუბარი მეტის ცივილიზაციებზე მე დარწმუნებული ვარ რომ ევრაზიული ცივილიზაცია არსებობს რუსეთი არის ევროპის ნაწილი მაგრამ ის ნაწილი არის რომელიც არის ანტითეზა ევროპული ცივილიზაციის რომელიც არსებობს და ესე იგი მუდმივად ცდილობს რაღაცნაირად ცენტრალური როლი დაეკავოს ევროპაში ეგ მომენტი არის სინამდვილეში აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია ანუ შეჩერება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროკავშირის ინტეგრაციის ტემპების
შენელება ფაქტიურად ძალიან მძიმე დააწყამს ჩვენ ქვეყანას. და რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკური სიტუაციაც იქედან გამომდინარე, რომ არსებობს დემოკრატია და არსებობს სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი დემოკრატია არის სრულყოფის გამოყენებული ტერმინი. ანუ ის სახელმწიფო ვერტიკალი, რომელიც არის შექმნილი. პუტინის რეჟიმმა შექმნა ეს სახელმწიფო ვერტიკალი, ეს ზუსტად ეს მოდელი გადავალა საქართველოს. კიდევ ერთი სომხეთის მაგალითს მოვიყვანთ, სტეფან გრიგორიანი არის საკმაოდ ცნობილი პოლიტოლოგი, სოციალისტური თბილისელი არის, ამთავრებდა უნივერსიტეტის პედაგოგიის სწავლობდა და მერე პეტროსელის პარტიაში იყო საინტერესო საქმე. მომიყვა ასეთი მაგალითი, გაზპრომი არის, როგორც ჩვენთან არის გაზპრომი, იქ გაზპრომი არის გლობალი გაზის სისტემის ერევანში. ხოდა ცენტრში არის იმ გაზპრომის შტაბ-ბინა და ეხაც არის გადახდის პუნქტი და როცა მოვიდა გადასახდელად 8 პანჯარა იყო, ერთადერთი მუშაობდა და იქ იყო დიდი თან მისი ახლობელი არის იმის გაზპრომის უფროსი საერთოდ და ავიდა როგორც თქვენი 8 პანჯარა არის და აღარ ხავს აღობილი და ისა ანუ კიდე ადამიანები ფსიქოლოგიური მომენტი ეს ადამიანები გაცირებული ეს რიგი როცა მივა უკვე არ დაესწრებს ამას გადაიხდის რიტმების რომ ის იყო ეს მაგალითი ის რომ ანუ პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს არჩევანი იუსტიციის სახლის შორის რომელიც და იმ რიგის რასავიჩევ ეს უკვე რასაეჩევ ჩვენ გასავიჩევ გასაგებ რასაეჩევ იმდენად ოპტიმისტურად არა ვარ გასწობილი რომ 100%-იანად ავიჩევთ იმას რაც მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენ ვიცავთ და მოაზროვნე ადამიანის საკმაოდ ბევრი არის და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სწორია. აი ახლა დღეს წესრიგში დგას ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი. სუსო ჩხაპელია პუბლიცისტი ცუდად. და ამ კითხვაზე პასუხი რო გავცეთ არა, მიხილოთ ცოტა პატარა ექსკურსია უნდა გავაკეთოთ. იმ ხრივ როგორი განვითარება, როგორი ევოლუციური პროგრესი განიცადა რუსეთმა დაცებული შუა საუკუნეებიდან და ამავდროულად რო გავაკეთოთ პარალელი როგორ მიმდინარეობდა განვითარება იგივე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. დღეს ახლა არ ამგონია არც ერთი მეზობელი ან მოკავშირე ვინც რუსეთს თლა უდობის ფაქტორით უყურებს. თუ ვინმე გააჩნია რუსეთის მოკავშირე, მხოლოდ იმიტომ რომ თავისი საგებელი რო მიიღოს ნავს. და აი მაგალითად მე მინდა მოვიყვანო ზუსტად ეს იგივე ჩვენი მეზობელი სასომხეთი. აი ისმის კითხვა, თუ სასომხეთს შეუძლია მაქსიმალურად რუსეთისგან მიიღოს საგებელი, რატომ არ შეუძლია იგივე საგებელი მიიღოს საქართველოს და ამ ხრივ თუ ეხლა ჩვენ განვიხილავთ თქვათ მაგალითად მოგეხსენებათ რომ საქართველოს გაიარა მრავალთასწლიანი ევოლუციური განვითარების და ამ დროის მანძილზე ბევრჯერ იყო მაგით დაპყრობილი იგივე განვითარებული არაბები, მონღოლები, სპარსელები, ოსმალები და რუსეთი, ხო? და მიუხედავად ამ ფაქტისა, მაინც საქართველოს შეინარჩუნა თვითყოფადობა. და თუ ეს ასე არის, რატომ უნდა განავაწყოთ ჩვენ ახლა მაინც და მაინც ეს დიდი რუსეთი, ვიტყვით რომ შეუძლია მაგას საკმაოდ დიდი ზიანი მოგვაყენოს და მაინც და მაინც ავიღოთ ეს გზა, როგორცაც ხია ევროკავშირისგან. და ამიტომ ახლა ალბათ მიზანშეწონილი იქნება რომ გავიხსნით აზიურ ქვეყანა და ევროპას შორის მდებარეობს კავკასია. და ამ კავკასიას ოდითგან
დიდი მნიშვნელობა და მით უმეტეს საქართველოს, ვინაიდან საქართველო მოიაზრებოდა ყოველთვის კავკასიის კულტ და დღემდე ეს აქტუალურია. და თუ გავიხსენებთ ახლა ევოლუციურ პროცესს, განვითარების პროცესს, რომელიც შუა საუკუნეებიდან განიცადა რუსეთმა, ის თავიდანვე იყო ყოველთვის მისწრაფე და იმისკენ დაპყრობა, ჰეგემონია, დაპყრობა, ხალხის გაჟლიტვა, ტერიტორიების მითვისება, მიტაცება და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა და აი აქედან მიდიარ, უკვე ჩემი პატარა საბანი გავაკეთე და აქედან უფრო მეტი ყურადღება მივაქცია. მაგრამ ადამიანის ფაქტორს, როგორც ასეთი, როგორც მაშინ, დღემდე საერთოდ რუსეთი არ აქცევს არანიჭებს ყურადღებას. და იმავე დროს, იმავე პერიოდიდან თუ გადავხედავთ, როგორი ევოლუციური განვითარება განიცადა ევროპამ, რა მიზანი ჰქონდა და რა გეზი აიღო რა, აიღო განვითარება, ანუ ტექნოლოგიების განვითარების გზა აირჩია. და ამან მოიტანა თავის დროზე დემოკრატიული ინსტიტუტის შემოღება. ეს უკვე სხვა საგანია, რომ არის მაგის უყოფილი თუ არა, დღემდე რასაკვირველია არ არის უყოფილი, მაგრამ მაინც ეს არ არსებობს, ხო კასობრივად პირ არაფერ არ გამოგონია. ეხლა მეორე საკითხი არის. დღეს რით შეიძლება რუსეთმა მოაწმოს თავი იგივე ევროპას და ამ სოფლიოს. მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით, რომელიც გააჩნია ნავთობი და ბუნებრივი აირის სახით, ან მაგრამ ისიც გასაოცნებელია, რომ ეს ბუნებრივი დოვლათი საკმაოდ უხვად არის იგივე აზიურ ქვეყნებში და ამ აზიურ ქვეყნებს შეუძლია პირდაპირ ევროპის ქვეყნებს მიაჩნდეს საქართველოს დაბლა. და აქაც არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ორ წელიწადში მე იმედი მაქვს, რომ ორ წელიწადში მაინც გაიხსნება გზა, გზა, რომელიც აზიურ ქვეყნებს შეერთებს ამერიკასთან, დაკავშირებს ევროპასთან. და რასაკვირველია, ეს ყველაფერი ერთად არ შეიძლება რომ არ აღელვებდეს რუსეთს, ვინაიდან ფაქტობრივად ის კარგავს გავლენას. ამიტომ კავკასიას ძალიან მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გული როგორც ასეთი საქართველოს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთისგან. რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, ვინაიდან საქართველო დაიტოვოს თავისი გავლენის ქვეშ. და ამით მერე განახორციელოს თავისი ბეჭდები იგივე ბუნებრივი რესურსების მეშვეობით, აზიური ბუნებრივი რესურსების მეშვეობით. ეხლა გავაკეთოთ პარალელი. მეფის რუსეთიდან დაწყებული დღემდე ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მივედით იმდასვამდე, რომ მთავარი ფაქტორი იყო დაპყრობა, ხო? და ბოლო ისინი რომ გავიარეთ ახლა პუტინის ხელისუფლებამ როგორი სისასტიკით მოექცა თავის ხალხს, იგივე ვალგადონსკი გავიხსენოთ, იგივე კაშირკა მოსკოვში გავიხსენოთ და სხვა. რატომ? ერთადერთი მიზანი იყო მეორე ომის ინიციირება. ხო, ჩეჩნეთში რომ საზოგადოებაში რომ შეეტანა განსხვავებული კლასიკური პოლიტიკური ტექნოლოგია. ეხლა წარმოგიდგენთ, რა შედეგი მოყვა მაგას? შედეგად მოიმკრეს ნორდოსტი, ბესლანი, ვოლგოგრადი და ასე შემდეგ. მაგრამ რუსეთის იმპერია დღესაც არ შეიძლება ფედერაციად დავარქვით, ის მაინც იმპერია. რუსეთის იმპერიის აუცილებელი ფაქტორი არის, რომ აღდგენა საბჭოთა კავშირის და ამას არ ქმნის ახლა სხვა სახელწოდებით ევროაზიური კავშირი. მაგრამ ჩვენ ვიცით, ამით არაფერი არ იცვლება. აქედან გამომდინარე ახლა საქართველო თქვათ, ბევრი ქვეყნები, მაგრამ მათ შორის ახლა საქართველო ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს, რასაკვირველია, ვისაც გააჩნია ინტერნეტის საშუალება, ვისაც გააჩნია აზროვნების უნარი და მით უმეტეს აქვს უფლება მივიდეს საჩინო ხუთთან და იქ გამოხატოს თავისი ნება, პოლიტიკური ნება, ანუ ამით გეზი აიღოს საქართველოს, გეზი მართოს. რასაკვირველია, ასეთი ამომრჩევლის ის ძნელი წარმოსადგენი არ არის. ამიტომ ამ იდეის მატარებელი ხელისუფლება რუსეთისთვის ძალიან დიდი საშიშროებას წარმოადგენს
და რუსეთი ყველა გონეს ცდილობს ხერხებს იმას ხმარობს, რათა ან შანტაჟით, ან მოსყიდვით, ან ამბოხით, ან სხვადასხვა დაპირისპირების მეშვეობით, ან და მთლა ომით, რომ გადააყენოს ეს ხელისუფლება და ჩაანაცვლოს ერთგული კრემლის ერთგული ლიდერებით. რაც შეეხება ახლა რუსეთის იმპერიის დაშლა არ დაშლას, არა? რუსეთის იმპერიას მაინც და მაინც დიდი დრო არ უწევია იმ შემთხვევაში თუ უახლოეს დროში, ანუ ეს არის 14-დან 17 წლამდე ევრაზიული კავშირი თუ არ შეხვდა და რატო? თუ განვიხილავთ ახლა რით ვაჭრობს ნავთობი და გაზი და იარაღით, რომელსაც აწვდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს. მეტი არაფერი არ გაჩნდება მაგას. ანუ თანამედროვე 21 საუკუნეში სოფლიო ბაზარს შესთავაზონ ნანოტექნოლოგიების გარეშე მქონე სახელმწიფომ რაღაცა პროდუქცია, ეს არის ნონსენსი. აქედან გამომდინარე და ამას დამატებული რა? ძალიან დიდი კორუფცია. ამას დამატებული ჩრდილო კავკასიაში ომი, ამას დამატებული გენერალიტეტი, რომელიც სულ მუდამ მოპარვაზე არის ორიენტირებული და ამას დამატებული იგივე ერაყი, იგივე ავღანეთი, იგივე სირია და ასე შემდეგ. მუხრანს ვიდა სიტყვა მიცედი, იმიტომ რომ უფრო სამართლებრივი თვალსაზრისით ხედვა ძალიან მაინტერესებს. მუხრანი არის დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე, ჩვენი მეგობარი და ძალიან ჭირი ახალგაზრდა. ხო, სამართლოს. მოკლედ პირველ რიგში რაღაცი კონკრეტული სამართლებრივი დეტალები ნაცვლად დავიწყებდი ალბათ იმ სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხების განხილვას, რომ ჩვენ კარგად გვესმის თუ რა არის სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა და რა არის სახელმწიფო პოლიტიკის ძალის განსაზღვრელი დეტალები და ფაქტორები ქვეყანაში. ამასთან რა თქმა უნდა ჭიდრო კავშირშია ეკონომიკური მდგომარეობა, გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე ის ნორმატიული ბაზა, რომელიც განაპირობებს საზოგადოების დემოკრატიზაციას, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეკონომიკური ფაქტორი განამტკიცებს დემოკრატიული ინსტიტუციების მდგრადობას ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ევრაზიული კავშირის საგამოფუძნებლო დოკუმენტაციაში პირდაპირ განიხილება, რომ ევრაზიული კავშირი პასუხობს რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. მივატეკით იმ საკითხს, რომ რუსეთის ეკონომიკური ინტერესი, კარგად ვიცით, რომ პირდაპირ უახავს საქართველოს ეკონომიკურ მიზნებს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი საკუთარ ენერგიულ რესურსებს და ეკონომიკის ძალას იყენებს ყოველთვის პოლიტიკურ ბერკეტად, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ენერგო და რა თქმა უნდა ენერგო თვითგამტარობა, ენერგომატარებლების გამტარიანობა, იგივე ჰაბი ხო არის ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი დემოკრატიის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხრივ. ამასთან ევრაზიული კავშირის წესდება და საგამოფუძნებლო დოკუმენტაცია იგივე ხელშეკრულება, რომელიც გაიზიარა რამდენიმე სახელმწიფომ და ისინი გვახსენებთ. აქ პირდაპირ არის საუბარი, რომ ნებისმიერი, ანუ ამ კავშირის ნებისმიერი პოტენციური სურველი წევრი უნდა იზიარებდეს იმ მიზნებს, რომელიც იქ არის გაწერილი და უნდა ცდილობდეს მოარგოს საკუთარი სახელმწიფო ნორმატიული ბაზა, ანუ საკანონმდებლო სივრცე ამ საერთო ევრაზიული კავშირის კანონმდებლობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მიგვიყვანს იქამდე, რასაც ქვია სწორედ სუვერენული დემოკრატია, სწორედ ახლა ბრძანა ბატონმა, სუვერენული დემოკრატია არ განიხილება მხოლოდ რეჟიმის ხარისხს არ განიხილავთ მხოლოდ ამას, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთში უბრალოდ დაცემულია ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, იგივე სასამართლო ხელისუფლების თავისუფლება და ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ფუნდამენტური საკითხები დემოკრატიის განვითარების მხრივ არის ძალიან სუსტი და დაბალ დონეზე. სწორედ ეს არის არგუმენტი იმისა, რატომაც ვერ გახდება ევრაზიული კავშირი იგივე საბერძნე და ალტერნატივა ევრაზიული კავშირისა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ცდილობს ევრაზიული კავშირის წესდებაში განიხილოს ისეთი საერთო თანამშრომლობის საკითხები, როგორც არის იგივე საბაზრო კავშირი, საერთო ეკონომიკა, სავალუტო ფონდი, ფასიანი ქაღალდების სისტემა, იუსტიცია
უსაფრთხოების სისტემები ეს რას ნიშნავს, რომ პირდაპირ ანუ წინააღმდეგობრივია საქართველოს ნორმატიული ბაზისა, საქართველოს კანონმდებლობისა. შეგვიძლია დავასახელოთ იგივე ამ შემთხვევაში ვთქვათ სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც პირველ რიგში განიხილება სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ადამიანის უფლებები, დევნილების საკითხი და ასე შემდეგ. ხოლო მოცემულ შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიღოთ, ასე ვთქვათ, ის ტრანსნაციონალური ტერორიზმის საფრთხეები და ის საფრთხეები, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას და მომავალ გამოწვევებს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს პირდაპირ უნდა ამოვიღოთ ჩვენი კანონმდებლობიდან, ხო? ეხლა ძალიან მინდა რომ არ მინდა და რომ გამოჩეს ის საკითხი, აქ ნახსენები იყო, რომ ანუ რუსეთი განიხილავს ანუ საქართველოს თუნდაც იგივე ორ ნაწილად, სამ ნაწილად და ასე შემდეგ. შესაძლოა ჩვენ ავმოჩნდეთ ძალიან რეალურია, რომ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის წინაშე და ეს იყოს სავაჭრო თემა, სწორედ საქართველოს სუვერენიტეტი და ეს იყო ყველაზე მომხიბვლელი ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს არის ყველაზე საშიში დღეს, ვინაიდან როდესაც ვამბობთ, რომ პრორუსული ძალებისგან შედგება ხელისუფლება, მე ვფიქრობ ამის არგუმენტირება უფრო ცოტა სხვა ფორმით შეიძლებოდა და ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც არასამთავრობო სექტორი იგივე საზოგადოება საკუთარ თავზე იღებს იმ ვალდებულებას, რომ თვითონ გადაჭრას პოლიტიკური სახელმწიფოში არსებული კრიზისული საკითხები და თუნდაც დღეს ჩვენი აქ შეკრება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვფიქრობ გადავწყვიტოთ ვითვირთოთ იგივე ხელისუფალის ნება. ანუ ის ძალა უფლება, რომელიც მას გააჩნია, რომელიც ის ძალა, რომელიც სიტყვაზე იგივე ხელისუფალს მართულ ძალას შესწევს, ჩვენ ვიქისოთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენი გააქტიურება თავისთავად ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ძალიან დაბალია სახელმწიფოს პოლიტიკის ძალა. მოცემულ შემთხვევაში ისევ გადავერთვებოდი ანუ ევრაზიული კავშირის წესდების განხილვის საკითხში, მოკლედ აქ არის ძალიან ბევრი დამოკიდებულებები პირველ რიგში უსაფრთხოება. უსაფრთხოება, სახელმწიფო უსაფრთხოება კარგად ვიცით ანუ აერთიანებს, ასე ვთქვათ, ძალიან მრავალ სფეროებს, ეს არის თავდაცვა, უშიშროება, იგივე შიდა ვთქვათ, იგივე შინაგან სამართლის კომპეტენცია და სხვადასხვა მექანიზმები, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ ამ წესდებით, რომ ჩვენი უსაფრთხოების მექანიზმები, ჩვენი სახელმწიფოსი იყოს გახსნილი ხელმისაწვდომი და კონტროლირებადიც კი რუსეთის ფედერაციისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ამ ხელშეკრულებაში, ამ წესდებაში პირდაპირ განიხილავს საკუთარ თავს როგორც დომინანტ სახელმწიფოს და მაკონტროლებელ ძალას. ამასთან ძალიან ბიმილის მომგველელი იყო, როდესაც ვკითხულობდი, რომ ხმათა უმრავლესობა განიხილება სწორედ სახელმწიფო და შენაკადების მხრივ გეგონება რაღაც შეფასე იყოს. ხო, ანუ რუსეთი რა თქმა უნდა აქ ასახელებს იგივე მაგალითად საკუთარ ენერგორესურსებს, ტერიტორიულ, გეოგრაფიულ რესურსებს, ადამიანურ რესურსებს და სხვადასხვა ფაქტორებს, იმ ფინანსურ ძალას, რომლის სანაცვლოდაც იგივე 40%-ით სიტყვაზე ის ფლობს გადაწყვეტილება უნარიანია, ასე ვთქვათ, ამ ევრაზიული კავშირის მართვის მხრივ, თუმცა ინსტიტუციები ბატონმა დაასახელა ის მართლობითი ორგანოები, რომელიც კავშირში არიან აქ, თუმცა მათი უფლება უნარიანობა საკითხის გადაწყვეტის მხრივ იქნება ძალიან სუსტი, რასაც ვერ შევადერებდი იგივე საბჭოთა კავშირის კანონმდებლობას, ვინაიდან საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა, ну, რა თქმა უნდა, ეს იყო უბრალოდ ქაღალდზე გადმოტანილი ადამიანის უფლებები და მარეგულირებელი ნორმები სახელმწიფოს მართვისა და ზოგადი ნორმები, თუმცა ის იყო, ასე ვთქვათ, დემოკრატიული, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მისი ალტერნატივა. ევრაზიული კავშირი გულისხმობს პირველ რიგში ამ პირობებში, ამ საკანონმდებლო ნორმების არსებობის პირობებში შეილახება, რა თქმა უნდა, ადამიანების უფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება სახელმწიფოში. ადამიანის უფლება და დემოკრატია, დემოკრატიზაცია პირდაპირ გულისხმობს ეკონომიკურ განვითარებას სახელმწიფოსაც, ხო? მოცემულ შემთხვევაში ძალიან მინდოდა განვიხილა, ესე იგი, თუნდაც ის საკითხი ხო, ტერიტორიული მთლიანობა. შეიძლება რუსეთი პირიქით სავაჭრო თემათაც კი აქციოს რუსეთმა ტერიტორიული მთლიანობა და ამის სანაცვლოდ საქართველოს მოხდეს მისი გავლენის სფეროში, ხო? იგივე ევრაზიული კავშირის წევრობით.
მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების ხარჯზე ჩვენ უკვე იმდენად დიდ ბერკეტებს ვაძლევთ რუსეთს, რომ ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ჩვენი ენერგოენერგიული რესურსები და ჩვენი ფინანსური თუ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, იქნება ხელყოფილი და რა თქმა უნდა, იქნება დამოუკიდებლები აბსოლუტურად ყველა კონტექსტში რუსეთის ფედერაციაზე. შესაბამისად, რუსეთი ამის საფუძველზე პირდაპირ მართავს ჩვენ საბაჟო გამშვებ პუნქტებს, პირდაპირ გამოიყენებს და მის მიერ ერთპიროვნულ უტილიზაციას დაექვემდებარება იგივე საქართველოს საზღვაო შელფი და ის მოახდენს ამის გამოყენებას სწორედ საკუთარი მიზნებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს იგივე ვთქვათ ენერგორესურსების მხრივ გამტარიანობა შედის ასევე ევროკავშირისა და თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ინტერესებში, ხო? შესაბამისად, თუ რუსეთი ჩვენთან ერთად, რაც პირდაპირ განიხილება წესდებაში, ერთობლივად ჭალებში ერთობლივად განკარგავს ჩვენს ენერგორესურსებს და ჩვენს ეკონომიკურ ბერკეტებს, შესაბამისად ნიშნავს, რომ საქართველო და მთელი ცივილი სამყარო შევდივართ რაღაც ეკონომიკურ ჩიქში და აღმოჩნდებით ყველა ისევ და ისევ სუვერენული დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ჭალებში ისევ და ისევ დემოკრატიის, იმ ვერტიკალის, იმ სიტყვაზე იგივე გავლენის სფეროებად მსოფლიოს ქცევის ინტერესების მატარებელი ქვეყნის ბერკეტების წინაშე, ხო? და ეს იქნება, ვფიქრობ, ერთ-ერთი დამანგრეველი ძალა, რომელიც სიტყვაზე აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უდიდესი ძალა იქნება გლობალიზაციის პირობებში, რომელსაც წინააღმდეგობას ესეთუზე ადვილად ვერ გაუწევს ცივილიზებული სამყარო, რა თქმა უნდა, იმაზე დამოკიდებულებით და იმის გათვალისწინებით, რომ ის არის ორიენტირებული სწორედ თავისუფალი ხალხების უფლებების განვითარების, დემოკრატიზაციის და ეკონომიკის განვითარებაზე მთელი მსოფლიო ორიენტირებული, ხო? დღეს ერთადერთი დესტრუქციული პოლიტიკის მატარებელი, ასე ვთქვათ, გარკვეულ წრეებში ცოტა უხეშად განიხილება ხოლმე რუსეთის პოლიტიკა, იგივე აგრესიული პოლიტიკის ტერმინით, ხო და ის ნამდვილად აგრესიულია მოცემულ შემთხვევაში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში, არის ბიზნესის მართვის დოქტორი და ჩვენი მეგობარიც ძალიან გარკვეულია პროცესებში. ძალიან კარგი იქნება ლევან შენი აზრის მოსმენა. მე ძალიან მომეწონა პორტები ბატონმა ბესიკმა ბრძანა, რომ აი როდესაც გამოკითხვის რეზულტატები მოიტანა, ესეთი კითხვა დაისვა. რა სამგებლოს მოუტანს საქართველოს თუ საქართველო გაწევრიანდება თქვათ ევრაზიულ კავშირში. მე მგონი ძალიან პრაგმატიულად დასმული კითხვა არის. მე არ მინდა სპეციალურად ჯერჯერობით შევეხო პოლიტიკურ თვალსაზრისს ამ საკითხზე, მინდა რომ აი შევეცადოთ, რომ გავარკვიოთ, რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის ამ კავშირში ეკონომიური თვალსაზრისით გაერთიანება და რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს ამ კავშირში. იმისათვის, რომ ჩვენ რაღაცა დავინახოთ, სასურველია, რომ ეს რაღაცა სხვას შევადაროთ. იმიტომ რომ ჩვენ თუ ავიღებთ თქვათ ცალკეულ მახასიათებლებს ამ ევრაზიული კავშირისა, ჩვენ ვერ დავინახავთ იმ ალტერნატივას, რომელიც შეიძლება ჩვენ გქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღესდღეობით პრინციპში დგას ისტორიულ გზაჯვარედინს. წავალთ ერთ მხარეს შეიძლება აღმოჩნდეთ ევრაზიულ კავშირში, წავალთ მეორე მხარეს შეიძლება აღმოჩნდეთ ევროკავშირში. ამიტომ მე მინდა რომ ჩვენ ეხლა საკმაოდ შეზღუდულად მე შევეცდები ციფრები და რაღაცეები დიდი არ მოგახვილოთ თავს, რომ საკმაოდ შეზღუდულად გავაკეთოთ პატარა ანალიზი თუ რას მოიტანს საქართველოს ევროკავშირი და რას მოიტანს ევრაზიული კავშირი. ეხლა რამდენიმე მონაცემი მე ციფრებით არ დაგვერთავ, სულ 2-3 ციფრი მაქვს საკმაოდ კარგი. ესე იგი, მოსახლეობა ევროკავშირისა დღესდღეობით არის დაახლოებით 502 მილიონი ადამიანი, ევრაზიული კავშირისა დაახლოებით 170 მილიონი. აქედან დაახლოებით 140 მილიონი, 144 მილიონი ეს არის რუსეთი, დაახლოებით 20 მილიონამდე არის ყაზახეთი 18 მილიონი, 8 მილიონი ბელორუსია და დაახლოებით 2 მილიონამდე, 3 მილიონამდე არის სომხეთი.
ეს ციფრებიც მიახლოებითია, იმიტომ რომ ვთქვათ, იგივე სომხეთში ძალიან ბევრი ადამიანი აღარ ცხოვრობს და ცხოვრობს რუსეთში და ასე ძნელი დასადგენია ვინც სად არის. ნუ დაახლოებით ვამბობთ, რომ ეს იყო 150 მილიონი. ესე იგი გამოდის, რომ მოსახლეობის რიცხვი ევრაზიული კავშირი და ევროკავშირი დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია. ეს იმისათვის გვჭირდება, რომ ჩვენ დანარჩენი ეკონომიკური მახასიათებლები შევადაროთ ერთ სულზე გადავიდოთ. ხო? აი ახლა ნახოთ, როგორი შიდა ბიუჯეტი აქვს ევროკავშირს. ევრაზიული კავშირის შიდა ბიუჯეტი არის დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი. ცოტა მეტი. აქაც ბუდიში მინდა ყველას მოუხადო, რომ ციფრები, რომელიც მომაქვს, არის საკმაოდ მიახლოებითი. იმიტომ რომ საერთოდ ეკონომიკური მახასიათებლები ერთ ლიტერატურაში, ერთ შემფასებელთან არის ესეთი და მეორესთან შეიძლება იყოს საკმაოდ სხვა. ამიტომ მიახლოებით ვამბობ ამ ციფრებს. ესე იგი ჩავთვალოთ, რომ ევრაზიული კავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი არის დაახლოებით 3-ზე ცოტა მეტი ტრილიონი დოლარი. ამასთან შედარებით ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი არის 18 ტრილიონი დოლარი. ესე იგი 6-ჯერ მეტი. 3-ჯერ ნაკლები მოსახლეობა და 6-ჯერ მეტი შიდა პროდუქტი. ეს რას ნიშნავს? რომ ბაზარი ევროკავშირისა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მისი მოსახლეობა. ერთ სულზე რო გადავითხოვოთ. შიდა ბაზარი, ხო? არსებობს მიმართულებები, ვთქვათ, გარკვეული ნაწარმებისა, რომელიც ევროკავშირში არათუ 6-ჯერ და 10-ჯერ მეტად იყიდება, შეიძლება 40-ჯერ მეტად იყიდებოდეს, ვიდრე, ვთქვათ, იგივე რუსეთის ფედერაციაში. სხვადასხვა. აქ მინდა ვთქვა, მაგალითად, რომ არის ერთი ნაწარმი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში აბსოლუტურად ლიდერულად იყიდება, ეს არის ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით არაყი. რომლის მოხმობა მსოფლიოში რუსეთში ყველაზე უფრო მაღალ დონეზეა. ამას ჩვენ მე დავუბრუნდებით, ჩვენ იმიტომ ეს სახუმარო არა, უბრალოდ სერიოზული ფაქტორია, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკებთ. ესე იგი, ზანაწარმის წილი მსოფლიო ბოდიში, წილი მსოფლიო ეკონომიკაში. სხვადასხვა წყაროებიდან შეიძლება ვნახოთ, რუსული წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში არის დაახლოებით 4%, არის სხვა მონაცემები, რომლებიც იძლევა, რომ ეს არის 2%, თუნდაც რომ 4% იყოს და შევადაროთ მსოფლიო წილს ევროკავშირის ეკონომიკაში, ეს არის 20%. ანუ ისევ 5-ჯერ ან 10-ჯერ 10-დან 5-მდე უფრო მეტი. აქაც ცხადია, რომელი კავშირი უფრო ძლიერია და უფრო საინტერესოა. ეხლა შევაწყვეტოთ ლიდერი ქვეყნები ამ ორი კავშირისა, რუსეთი და გერმანია, ხო? იმიტომ რომ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით ერთი და იგივეა, უდრის დაახლოებით 3 ტრილიონ დოლარს. ზანაწარმის წილი ექსპორტში გერმანიაში არის 90%-ზე მეტი, თუ არ ვცდები 95%. რუსეთში ზანაწარმის წილი ექსპორტში არის 5-6%. ესე იგი გამოდის, რომ მთლიანი ექსპორტი, რაც შემოდის რუსეთის ფედერაციაში, ფული მე ამერიკას არავისთვის არ აღმოაჩენ, ეს არის ენერგომატარებლები, ნავთობი და გაზი. ამის შესაძლებლად გერმანიის საექსპორტო ნაწარმი ეს არის მანქანადანადგარები, ტრანსპორტი, ელექტრონიკა, ავტომობილები, სამედიცინო ტექნიკა, ტექნოლოგიები და მათ შორის ნანოტექნოლოგიები, ანუ უთანამედროვე ტექნოლოგიები. მე სპეციალურად ამ ხრივ ტექნოლოგიების ხრივ შევეხე გერმანიას, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ არ არის აბსოლუტური ლიდერი, ესეთი ქვეყნები რამდენიმეა ევროკავშირში, ხო? მაგრამ უბრალოდ მათი წონა, ეკონომიკური წონა ამ კავშირებში, მიახლოებით ერთნაირია, როგორც რუსეთის და გერმანიის. ეხლა შევადაროთ სხვა მახასიათებლები. შრომის წარმატება რუსეთში გერმანიასთან შედარებით არის 30%. ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ერთი გერმანელი ზუსტად ისევე ეფექტურად შრომობს, როგორც 3 რუსი. დაახლოებით რა. ეს ძალიან მიახლოებითი მახასიათებელია. შრომის წარმატება ქვეყანაში ეს დაახლოებით იგივეა, როგორც ტემპერატურა იმაში საავადმყოფოში რა, საშუალო ტემპერატურა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ესეთი უარყოფითი მახასიათებელია სულზე. სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით 26%-ია რუსეთში შრომის წარმატება.
ესე იგი ერთი ამერიკელი მუშაობს დაახლოებით ისევე ეფექტურად როგორც 4 რუსი. ხო? ეხლა ნახოთ რა მახასიათებელი აქვს ევრაზიულ კავშირს დადებით. ესე იგი უკეთესი ვიდრე ევროპაში. არის ესეთი მახასიათებელი, ეს არის უმუშევრობა. ევრაზიულ კავშირში უმუშევრობა უფრო დაბალია ვიდრე ევროკავშირში. იმიტომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, სადაც ჩვენ ვიცით უმუშევრობა უკავს 30-40%-ს. მაგრამ ამაზეც უნდა გვავიწყდება, რომ ჯერჯერობით დღესდღეობით ევრაზიულ კავშირში არ შედის თქვათ ისეთი ქვეყანა, როგორც არის უზბეკეთი, სადაც უმუშევრობა არის დაახლოებით 60-80%-ის კი. იმათთვის, ვისაც გაეხარდება, რომ საქართველოს თვითონ ევროკავშირში ეგრევე წავლენ რუსეთში და სამუშაოს იპოვიან, მინდა ცოტა გული გაუტეხო, იმიტომ რომ რუსეთში არ არის მოთხოვნა მაღალი დონის სპეციალისტებზე, იქ არის მოთხოვნა შამუშებზე და მეეზოვეებზე, ესე იგი ვისაც სურვილი აქვს და ბავშვობიდან მოცნებობდა რომ მეეზოვეზე მუშავა, ნუ ასეთი ხალხისთვის ალბათ საინტერესო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. ნახოთ ახლა შემდეგი მაგალითი. ევრაზიულ კავშირში. ხო, ევრაზიულ კავშირში. ხო, ეხლა ნახოთ შემდეგი სიტუაცია, ხო? ტექნოლოგიების და უმაღლესი განათლების. მე აქ არ მინდა ციფრები მოვიტანო, რომ არ დაწყვეტო. ნუ მე მგონია რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ მთელი რუსული ინსტიტუტის ბავშვები სწავლობენ ევროპაში და შეერთებულ შტატებში, თვით ვლადიმერ პუტინის ორივე ქალიშვილი ცხოვრობს ჰოლანდიაში, არ არის მე მგონი ამის შემდეგ საერთოდ იმ თემაზე საუბარი საჭირო, თუ რომელ გაერთიანებაში სწავლების და განათლების დონე უფრო მაღალია, ხო? ეს ეგრევე გადაედო ტექნოლოგიების განვითარების დონეს. ამიტომ სიტუაცია ესეთია, მე ახლა ზუსტ სტატისტიკური მონაცემები ვერ ვიპოვე, მაქვს ძალიან ძველი სტატისტიკური მონაცემები დაახლოებით 2005 წლისა. მაშინ ყოველწლიურად რუსეთიდან გადიოდა როგორც ეძახიან ტვინი, ესე იგი ახალგაზრდა სპეციალისტები და ადამიანამდე წლიურად. ვისაც კი შეუძლია ბოდიში და კითხვა გაქვს? ხო, ის რამდენი უბრალოდ გაწყდა ხმა? 80-დან 90,000 ადამიანამდე ყოველწლიურად. ესე იგი რეზულტატად ჩვენ მივიღეთ ისა, რომ რუსეთში სამწუხაროდ დღესდღეობით ახალგაზრდა პროფესორი ქვია ადამიანს, რომელიც არის 60 წლის, რუსეთი დღესდღეობით აქვეყნებს თუ არ ვცდები 7-ჯერ უფრო ნაკლებ დონეზე გარკვეულ სამეცნიერო ნამუშევრებს, ვიდრე 5 მილიონიანი ისრაელიან შპიცი. შესაძლებლობისთვის 120 მილიონიანი ქვეყანა და 7 მილიონიანი კვადრატული შვეიცარია ისრაელი. აი, გამომდინარე მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების დონე ძალიან დაეცა ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთში. რუსი სპეციალისტები აღიარებენ, რომ ტექნოლოგიური ჩამორჩენა უკვე იმ დონისაა, რომ ფაქტიურად დაწევას აზრი აღარ აქვს. უახლოეს ხანაში თუ რუსეთი გააბინებს რამე გააკეთოს, უნდა დაიწყოს ტექნოლოგიების შესყიდვა, რასაც ჩვენ ვხედავთ, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს შეისყიდოს თანამედროვე დონის სამხედრო ხომალდები, იმიტომ რომ უკვე აღიარეს, რომ ამ დონის ხომალდები წარმოება ახალგაზრდა. მე არ მინდა ძალიან გავაგრძელო, შეგახსენებთ ანეკდოტურ სიტუაციას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებდა რუსეთი ინდოეთისთვის სამხედრო იმას წყალქვეშანავს, რომელსაც 10 წელი აშენებდნენ და მერე გზაში გაუჩერდათ და ბოლო-ბოლო როგორც კი ჩავიდა ინდოეთში, მეორე დღეს დაიწვა. ნუ სასაცილო იქნებოდა გულსაფკენი რო არის, იმიტომ რომ ამდენი ადამიანის შრომა დაიხარჯა და სამჯერ მეტი დაუვიდათ ინდოელებს ეს წყალქვეშანავი, ვიდრე პირველად ფასში იყო დასახელი. ნუ ეს ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზე სხვათა შორის ქვეყნის შეიძლება საინტერესო მოხდეს, რომ ის სიტუაცია, რომელიც ძალიან რეკლამირება ხდება სკოლკოვოსთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად ფასადური სარეკლამო აქცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გრანტები უკვე ესე იგი დამტკიცებული გრანტები სამეცნიერო გამოკვლევებზე არ ფინანსირდება და თავდადებული მეცნიერები ზოგიერთი იძულებულები არიან რუსეთში საკუთარი ჯიბიდან დააფინანსონ ეს გამოკვლევები. აკურალოდ მიდიან საზღვარგარეთ.
ეს არის აი ორი სისტემის შედარება. წავიდეთ შემდეგი ვნახოთ. კრიმინოგენური დონე. ევროპაში საშუალო ან დაბალი, რუსეთში ძალიან მაღალი. ციფრები არ მინდა მოვიდანო, რომ არ გამიგრძელდეს. მე აქ ვამბობდი არასთან დაკავშირებით, შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს იმისი ილუზია, ვიღაცამ თქვა ჩემამდეც მე მგონი, რომ აი ჩვენ ახლა ძალიან ბევრ არახს და იმას გავიტანთ, სასმელს გავიტანთ რუსეთში და ავშენდებით ამით. ესეც ილუზია არის, იმიტომ რომ რუსეთის არყის ბაზარი არის გადახსებული. ესეთი კონკურენცია მე მგონი არც ერთ სფეროში არ არის რუსეთში, როგორც არყის ბაზარზეა. რაც შეეხება ღვინის ბაზარს, არ ვიცი როგორ არის ეხლა მონაცემები, მაგრამ რასაც მე აქ ვხედავ, მოკლედ ერთი რიგი არ მინახავს ქართულ ოფერზე რუსეთში. ეს ბაზარი ფაქტიურად დაიკარგა ამ წლების განმავლობაში, მე ამას სიხარულით არ ვამბობ, უბრალოდ ეს არის ობიექტური რეალობა. ასე რომ იმის იმედი რომ აი ეხლა ჩვენ კავშირში შევართ და ავშენდებით ღვინის გაგებაზე, იმედი ნურავის მოექნება. ეხლა ნახოთ პოლიტიკური ინტერესები როგორია ამ ორ კავშირებს შორის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი არ არის დაინტერესებული ვინმე აჭამოს და ასვას. ესე იგი ევროკავშირს სჭირდება ისეთი წევრები, რომლებსაც აქვს ძლიერი ეკონომიკა, განვითარებული ქვეყანა და ჯანსაღი და კარგი ორგანიზებული სახელმწიფო. ბატონო მუხტარმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოიტანა იმის შესახებ, რომ ევრაზიულ კავშირში ლიდერობს ის, ვისაც მეტი შესატანი შეაქვს, ხო ესეა რა? გამოდის რომ თუ გინდა რომ ლიდერობა შეიჩუნო, ესე იგი ფაქტიურად წესდების მიხედვით ისე არის გაწერილი ეს ევრაზიული კავშირის წესდება, რომ რუსეთი აპრიორი ხდება ლიდერი ქვეყანა და თუ მოიცურებს რუსეთი მომავალშიც ლიდერობა შეინარჩუნოს, რუსეთი ხდება ეკონომიურად და პოლიტიკურად დაინტერესებული, რომ ვერც ერთი ქვეყანა მასზე უკეთესად ვერ გამგზავნოს. ეს არის უბრალოდ ლოგიკური ჯაჭვი იმისა, რაც ბრძანა ბატონმა მოუყვანა. ესე იგი, რა გამოდის? ფაქტიურად ჩვენ გვაქვს ორი კავშირის საშუალება. ერთი სადაც არის მეტნაკლებად თანაბარი თამაში, მეორე სადაც არის რუსეთი როგორც ლიდერი და მასზე ჩამოყალიბებული და ჩამორჩენილი სატელიტი. მაშინ დაუშვათ ერთი მეორეს ესეთი კითხვა, რომელი კავშირი ჯობია? ავიღოთ ობიექტური მაჩვენებლები. ევროპაში ჩვენ გვაქვს დიდი და მდიდარი ბაზარი, მაღალი სტანდარტები, ამ სტანდარტები ეხება ყველაფერს, ეს განათლება, მართვა, სერტიფიკაცია თუ რა იქნება, თანამედროვე ტექნოლოგიები, დემოკრატიის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების მაღალი დონე, კორუფციის დაბალი დონე და კრიმინალთან დაუძინებელი ბრძოლა. ეს გვაქვს ჩვენ ევროპაში. რა გვაქვს ჩვენ რუსეთში შევადაროთ. პატარა და ღარიბი ბაზარი ევროპასთან შედარებით, დაბალი სტანდარტები, ჩამორჩენილი ტექნოლოგიები, დემოკრატიის დაბალი დონე, ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევები, კორუფციის უმაღლესი დონე, მარტო სოჩის ოლიმპიადა რა არის და კრიმინალი და ხელისუფლების შეარჩევა. ესე იგი რა გამოდის? წესით და რიგით გამოდის, რომ ევრაზიულ კავშირში ცხოვრების სურვილი უნდა კონდეს იმას, ვინც ოცნებობს, რომ იყოს მეეზოვე ან შავი მუშა, ვინცაც უყვარს არყის დალევა თავის მეგობრებთან ერთად, არ უყვარს შრომა და ოცნებობს იმაზე, რომ ადგილოს ვინმე ქთამი და იყოს კრიმინალის კონტროლის ქვეშ. რაც გვთავაზობს ევროკავშირი. ჩვენ გვთავაზობთ, თუ ძალიან ბევრს იჭრებებს საქართველოს მოსახლეობა, სიტუაცია შეიძლება ყოველწლიურად ელელა გაუმჯობესდეს და ადრე თუ გვიან შეიძლება საქართველო გახდეს განვითარებული ქვეყნების კლუბის წევრი. ევრაზიული კავშირი ჩვენ გვაიძულებს, რომ მუდმივად ვიჩანჩოროთ რუსეთის ყუთში, იმიტომ რომ არანაირი განვითარების შანსი ჩვენ არ გვექნება და ეს გაგრძელდება ზუსტად მანამდე, სანამ გაზის და ნავთობის ფასი არ დაეცემა და ეს კავშირი არ დაიშლება რუსეთთან. ვფიქრობდი, როგორ უნდა აუხსნა ჩვეულებრივ ქართულ მოქალაქეს, რომელი კავშირი უფრო ჯობია. და გამახსენდა, რომ ქართველებს ჭამაყლაპვა ძალიან უყვართ და მე მგონი ეს მაგალითი თუ უფრო ადვილად ესმის რა. მე შევეკითხებოდი ნებისმიერს, რომელი კერძი უფრო სანდოა.
რომლის შესაჭმელად ფული უნდა გადაიხადო, თუ რომლის შეჭმაშიც ფულს გადაგიხდია. დასაფიქრებელია. დიდი მადლობა. მოგესალმებით პირველ რიგში, ექსეულზე ბექა ვარ და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ძალიან საინტერესო თემებზე მსჯელობისათვის და ძალიან დიდი ინფორმაციის მიღებისათვის. მოდი ბევრ დროს არ წაგარდეთ და თავს არ შეგაძლეთ, უბრალოდ დღევანდელ რუსეთის პოლიტიკას თუ გადავხედავთ, ბატონო ჯოინ და ბატონო თეიმურას, მე მახსენდება პირდაპირ კლაუზევიცის სიტყვები, რომ თუ ომს შეერაღებული კონფლიქტით ვერ იგებ, მაშინ გამოიყენო კალმით ომი. და ჩემი აზრით დღეს რუსეთმა საქართველოში იდეოლოგიური ომის პირველი დადებითი ეტაპები გადადგა. მოდი პირდაპირ შევადარო, ჩემი აზრით რუსეთმა უკვე ორი გოლი გაიტანა ქართულ კარში. პირველი გოლი ეს იყო დიცი და დვანი ოკუპირებული, მეორე გოლი ეს იყო ქართული დროშა ოლიმპიადაზე და თქვენ კარგად ახსენეთ, მე არ მინდა რომ მესამე გოლის მიიღოთ საქართველოს კარში და გაიხსნას ეს რკინიგზა. ისეთი სიტუაციაა ჩემი აზრით, რომ ქართველები ჩვენ ფეხბურთის ნაკრებს გავართ, წარმოედგინეთ საზოგადოების მხოლოდ მცირედი ნაწილი, 30% დღეს ფიქრობთ და მოქმედებს პროგრესულად. ანუ წარმოიდგინეთ 30%. ეს არ გვაკლია. დიახ, გეტყვით, ვიტყვი, ანუ ვიტყვი ყველაფერს, მოდი ერთი წუთი ვიტყვი ყველაფერს ავტომობილსაც ვიტყვი. აი ეს 30% ვარ ჩვენი ფეხბურთის გუნდი, რომელიც ასე ვთქვათ ვერ წინააღმდეგობთ და თამაშობთ რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მაყურებელი, ანუ ტრიბუნა ქართველები ძალიან ბევრი ვარ, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა. და ყველაზე ცუდი რაც არის, რაც ჩემი აზრით, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ მეკარეს დავკარგეთ და კარებში მეკარი აღარ ყავს. და ძალიან მარად გავა და ბევრი გოლი გავაგერე ქართულ კარში და ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან დიდი მადლობა. პესიმისტურად არ დავამთავროთ ამას ყველა. არა, თქვენ ეს დაახლა ჩემი აზრია და რა ვიცი. მე და ახალგაზრდა ხოლმე ისე მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მსჯელობა გამოვიდა დღეს. ხოდა მე ვისარგებლებ ახლა შემთხვევით და 1-2 სიტყვას ამას დავამატებ. როდესაც ჩვენ საშინაო საქმეებზე ვსაუბრობთ, რაღაც ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ჩვენ განსაკუთრებულად მძიმე ხვედრის ქვეყანა ვართ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ეხლა ყველამ ვიცით ჩვენი ისტორია და ყველამ ვიცით რომის იმპერიას კი შემოვიდა საქართველოში, ოსმალები, არაბები და ვინ არ შემოვიდა. და ყოველთვის იყო არის და სანამ კონტინენტები ასე იარსებებენ, საქართველო იყო, არის და დარჩება ძლავრი გეოპოლიტიკური კლანძი. და სწორედ ეს იყო მიზეზი ყოველთვის საქართველოს ადმი ასეთი მაღალი ინტერესისა. მაგრამ ბოლო 2 საუკუნე, მაგრამ ეს ვარდნა დაიწყო უფრო ადრე, სადღაც ბოლო 500-600 წლის წინ, ქართულმა სახელმწიფომ თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციაზე კონტროლის დაკარგვა დაიწყო. ეს ძალიან მძიმედ ვითარდებოდა. ჩვენ მიუხედავად ჩვენი ესეთი სისუსტისა, პატარა ქვეყნისა, მაინც ძალიან მძიმედ დათმო საქართველოს ეს ფუნქციები და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რომ საბოლოოდ დაეკარგა ეს კონტროლი. რომ იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს საქართველოს კაცობრიობის განვითარებაში და საერთოდ ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, მე სულ ვამბობ, რომ იმას აქვს ნათქვამი კიპლინგს, რომ დასავლეთი აღმოსავლეთს ვერასდროს ვერ გაუგებს. და ყოველთვის ვამბობ მაგას, რომ კიპლინგი არ ყოფილა საქართველოში. საქართველოს ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დასავლეთი და აღმოსავლეთის დაახლოება. ეს არის ჩვენი განსაკუთრებული უნარი და ნიჭი. ჩვენ ვართ ევროპელი აზიელები, ვართ აზიელი ევროპელი. ჩვენ ვართ ევროპის დასავლეთი, აღმოსავლეთი და აღმოსავლეთის დასავლეთი. ასე მოიწყო, ასეთ განლაგებაში მოვხდით, გეოგრაფიულად ჩვენ ვიმყოფებით იმ ვიწრო ყელზე, რომელსაც ჯერ კიდევ ილია საუბრობდა, რომლის გამოც არაერთი ხალხების სისხლი დაიღვარა და კიდევ დაიღვრება, ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც ხდება სწორედ ამ ორი ცივილიზაციის დაკავშირება. სწორედ ეს განაპირობებდა ჩვენი უძველესი დროიდან ქართული სახელმწიფოს არსებობას. რომ არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს რევოლუციის გარეშე. 5000-ზე მეტი ერია დედამიწის ზურგზე, მაგრამ 200-ზე მეტი სახელმწიფოა სულ. ანუ მხოლოდ 200-მა ერმა მოახერხა თავისი ფუნქციის მოძებნა
და შექმნა ამის შედეგად სახელმწიფო. ქართულმა სახელმწიფომ არსებობს ოდითგანვე 1000 წლეულების მანძილზე, სწორედ იმიტომ, რომ ის იყო ყოველთვის აბრეშუმის გზის ღერძი ქვეყანა და აი ამ აბრეშუმის გზის შედეგად არსებობდა ქართული სახელმწიფო. და სწორედ ეს აბრეშუმის გზის კონტროლის გამო ყველა ჩვენი მეზობელი დაინტერესებული იყო იმაში, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვქონოდა. აბატიეთ, მაგრამ ეს ისტორიული ფაქტებია. აი ეს არ ქონა სახელმწიფოსთვის არსებობს გეოპოლიტიკის შესეთი ცნება. გარდა იმისა, რომ არის გასასვლელი ზღვაზე როგორია და ხმელეთის განლაგება გეოგრაფიულად როგორია და ამ შემდეგ არსებობს ეგრეთი ცნება. ეს არის პოლიტიკური ცნება, გეოპოლიტიკური ცნება. ეს არის ეროვნული სული. ეროვნული სული ეს არის რეალური ცნება. იმიტომ რომ დედამიწაზე ცხოვრობთ ადამიანები და ჩვენ ადამიანების განწყობიდან გამომდინარე, აი ეს როგორი სული გააჩნია ამა თუ იმ ერს, იმის მიხედვით ის ან შედგება როგორც ერი, როგორც სახელმწიფო, ან ვერ შედგება. და ჩვენი ეროვნული სულის პრობლემები რო გვაქვს, იმიტომაც ვართ ცეცხლშენაკ შეკრებილი. ჩვენ გვყავს ერის ნაწილი, რომელიც მიეჩვია მონობაში ყოფნას მრავალი საუკუნის მანძილზე, 2 საუკუნე ძალიან დიდი დროა მართლაც, რომ ერის სული ჩაახშო და მისი ნებისყოფა რომ მოკლა და ჩვენ გვყავს ვართ პროგრესულად მოაზროვნე ხალხი, რომელსაც გვინდა რომ ეს ეროვნული სული გახდეს ჩვენი მომავალი რაობებისთვის და ჩვენი სახელმწიფოს განვითარების საფუძველი. შესაბამისად, გეოპოლიტიკურად ჩამოყალიბებული იქნა ბოლო 500 წლის მანძილზე ესეთი გეოპოლიტიკური ღერძი. ლონდონი, პარიზი, ბერლინი, მოსკოვი, პეკინი. ან ლონდონი, პარიზი, ბერლინი, მოსკოვი, პეკინი. ყველა გზა გადიოდა მოსკოვს. 5 საუკუნის მანძილზე რუსეთი ნელ-ნელა აი ამ გეოპოლიტიკურ სივრცეს იპყრობდა, რომ ებატონა ევროპასა და აზიას შორის. რომ ეკონტროლა და სწორედ ველაზე კარგად ეს მოახერხა სტალინმა საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც 2 ძირითადი კვანძი ხელთ იპყრა, ეს იყო კავკასიის და ბალკანეთის გაუკლება. ბალკანეთი არის ევროპის, ასე ვთქვათ, როგორც ჩერჩილის განმარტებით, რბილი მუცლის ქვეშეთი, რომელიც ასევე სატრანსპორტო და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ნახევარკუნძული ევროპისთვის, კავკასია კი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კვანძი. აი ამ 2 კვანძის დაუკლებით საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა სრულად დანარჩენ მსოფლიოს. იმიტომ რომ ყველა სავაჭრო გზა გადიოდა ამ გზაზე. და შესაბამისად, როდესაც შემდეგ ორმაგი თამაში წამოიწყო დროს ტიტომ და სტალინი ასე ცოტა გააჩოჩა და ამერიკასთანაც დაიწყო მეგობრობა და რაღაცა ძალიან დიდი ანტი-იუგოსლავური განწყობები მიიღო საბჭოთა კავშირმა და ძალიანაც გაბრაზდა. სწორედ გეოპოლიტიკური კვანძების ფლობა აძლევდა საშუალებას რუსეთს. არ ჰქონოდა არანაირი ეკონომიკა. არ სჭირდება მას როგორც ასეთი ეკონომიკა. მას სჭირდება მეურნეობა, როგორც ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს. მეურნეობა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ რაღაცა პატარა საჭმელი, რომ მათ გამოიკვებონ, იმიტომ რომ ეკონომიკა არ არსებობს, თუ არ არის კერძო საკუთრება და თუ არ არის კონკურენცია. აი ამ პირობებში ეს 2 მთავარი ფაქტორი თუ არ არის, არანაირი ეკონომიკა არ არის. ეს არის რაღაც ფეოდალური ნატურალური მეურნეობა დიდი მასშტაბით, პატარა მასშტაბით, ამას აღარ აქვს. როგორც კი ბრეჟნევმა დაიწყო ეკონომიკაზე საუბრები, იმიტომ ისიც აიძულა დასავლეთმა, იქ დაიწყო საბჭოთა კავშირის პრობლემა. იმიტომ რომ თვითონ ეკონომიკის ცნება, როგორც ასეთი, უკვე დამღუპველი იყო. გააჩნდა იატაკქვეშა ეკონომიკა ცეხავიტების სახით და ასე შემდეგ, რომელმაც საბოლოო ჯამში ამ უკონტროლო ფულადმა მასამ უბრალოდ ჩამოშალა ეს პრობლემა. ყველაზე კარგი რეფორმები მე-20 საუკუნეში და დამერწმუნათ მის ანალოგიურ რეფორმებს ატარებენ ყველა ნორმალური წამყვანი ქვეყნები, ჩაატარა სტოლიპინმა რუსეთის ეკონომიკაში. რომლის შედეგად
რუსეთში წარმოიშვა დამოუკიდებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი კლასი, ფენა, მთელი კულაკების ფენა. რომელთაც ჰქონდათ საკუთარი შემოსავალი, ექსპორტზე გახონდათ საქონელი, ვაჭრობდნენ, იყვნენ დამოუკიდებელი თავისუფალი ადამიანები. სწორედ თავისუფალი ადამიანების არსებობამ მოსპო რუსეთის იმპერია. თანაც იმ პერიოდში, რუსეთის იმპერიაში, რადგან ის იყო ევროპის ნაწილი, ეს აბსოლუტურად გეთანხმებით ჩემოგელა, ევროპის ნაწილი იყო პროგრესული აზრები, პროგრესული განათლება, დომინირებდა და ამ დროს კიდევ კულაკობაც დაემატა თავისი დამოუკიდებლობით და როგორც კი აი ამ მრავალ დაპყრობილ მიწებზე გაჩნდა რაღაცა ტიპის თავისუფლება, როდესაც თათარმა დაინახა და ან თვითონაც იშობა ფული და ნახა რომ რუსიც ფულიანი და თვითონაც ფულიანი, იმას უკვე რუსის მმართველობა ზევიდა აღარ ჭირდება. აღარ უნდა. იგივე პრობლემები დაემართა 91 წელს საბჭოთა კავშირს. როდესაც ბატონი იელცინი იძახდა რომ აიღეთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც გნებავთ და ქვეყანამ უკვე დაიწყო რღვევა. იმიტომ რომ თათრებმა ხელად გამოაცხადეს თავის დამოუკიდებლობა, ჩეჩნეთის პრობლემა წამოიჭრა, დალივასტოჩნია რესპუბლიკაზე დაიწყო საუბრები, ციმბირის რესპუბლიკაზე და ეს ურალსკაია რესპუბლიკები და აი ესე იმავე წამს დაიწყო იმპერიის რღვევა იმ ნაკერებზე, რომლითაც ეს იყო შეფოციწებული. იმიტომ რომ ვერ იტანს დემოკრატია დამყარებლობას საერთოდ თავისუფლების შეზღუდვას. დემოკრატია საერთოდ მონოეთნიკური ცნება, ეს ერთ-ერთში შეიძლება სხვადასხვა ერები ცხოვრობენ, მაგრამ ეს ერთი ერი აი ამ დემოკრატიას ამყარებს. ესე იგი ყველაზე მძვინვარე ერი, რომელმაც ორი მსოფლიო ომი გააჩაღა გერმანია. ფაშისტური და რა ვიცი, დღეს ყველაზე უკეთილშობილი ერი. ყველაზე მებრძოლი იაპონელები, რომლებიც, ვართ, ყველა მეზობელიც მოკლედ სისხლი გაუშვათ, ხო? ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საამაყო ერი გახდა ჩემთვისაც კი, მე რომ იაპონელებს რაღაცას ვუყურებ, მე მეამაყებ იაპონელებს. როგორც ერი, როგორც ადამიანები, რომლებიც ქმნიან რაღაც სასწაულებს. თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ხო, მარტო ეს რა ღირს და მე რას ვლაპარაკობ. უბრალოდ რუსეთის იმპერიას მიადგა უკვე იმ ზღვარს, რომლის შემდგომ მისი მომავალი აღარ არსებობს. მაგრამ მას სანამ ჩამოიშლება და სანამ ეს რაღაცა პრობლემა მოხდება, კიდევ შეუძლია რაღაცა ჩვენ ზიანი მოგვაყენოს და არაერთი ზიანი მოვაყენოს კაცობრიობასაც. სამწუხაროდ ასეთი საფრთხე არსებობს. ქართული სახელმწიფოს დაპყრობა 200 წლის წინ ხდებოდა ნაწილ-ნაწილ. ჯერ იყო კახეთის სამეფო, მერე დასავლეთი, მერე ხაზე. ასე ნელ-ნელა შეიქმნა მე ისეთი ილუზია, რომ აი რუსეთი მოვიდა და ჩვენ გაგვამთლია. იგივე პრინციპებით იმოქმედებს დღესაც, აგერ ბობძანის ბატონ ევრაზიულ კავშირში კაი ვინ მომცემს გარანტიას, რომ ხვალ პუტინი გარდა იმისა, რომ სავიზო რეჟიმს გავაფორმებო, გუშინდელი ისეთი დამთბარი საუბრის მერე, პირდაპირ ესე გენერირება მომივიდა. და რა სიზავს შემდეგ? თავისუფლად იწვით, აი საერთოდ გავიყვან ჩემჯერად და უკან წავიღებ საერთოდ აღიერებას. ოღონდ და იქით არ წახვიდეთ, ეგრე ჩემთან არა, რა თქმა უნდა, ხა ეს ასაკითხია დელა, მაგრამ იმპერიის გადარჩენაზე როცა საუბარი, თუ ეს კვანძი მან არ დაიწყო და მოდით ახლა გეოპოლიტიკურად შევხედოთ, როგორი კვანძი არის ის, რომლის ბირთვი არის საქართველოში. ლონდონი, პარიზი, ბერლინი, კიევი, ყირიმი, სოხუმი, თბილისი, ბაქო, პეკინი. იგივე თბილისი, სოხუმი, დელი. ანუ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ. აი ეს დერეფანი, რომელიც გადის რუსეთის გვერდის ავლით. და სად დაიწყო საბჭოთა კავშირმა, როგორ დაიწყო გეოპოლიტიკური ომი? პირველი სად შევიდა ავღანეთში. ავღანეთი ამ გზის ერთ-ერთი მთავარი ღერძი და ნაწილი. რა დატოვა ავღანეთში? ტალიბები. რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში ამოქმედოს. შემოვიდა საქართველოში. ოკუპაცია მოახდინა, რომელიც შეუძლია ნებისმიერ მომენტში ამოქმედოს მეთმოუწყის როლი. და ეხლა მიზანი არის გახლეჩილი უკრაინა
ანუ აი ამ გზის გადაკეტვა, აი ამ გზის გასწვრივ, რომელიც მის საზღვრების გვერდით გადის, რა თქმა უნდა. ყველა აი ეს გზა, ყირიმი, რატო? ყირიმი სჭირდება უკრაინაში, თორე არ ეხატება მაგას უკრაინელი ერის ბედი თუ მომავალი თუ რადგან. ყირიმიდან საქართველოს გავლით ჩინეთის და ინდოეთის ინტეგრაცია ყველა იმ ქვეყნების, რომლებიც ამ საზღვრებს აი ამ გზაზე იმყოფებიან და არა და ეს არის მთელი ისლამური სამყარო, არაბული სამყარო, შუა აზიის ქვეყნები, აი ამათ ინტეგრაციის ხელის შემშელ ფაქტორად რუსეთი ყველა ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მიეწვდომება ხელი, ჩავლებს, ოღონდ ეს გზა არ შედგეს. ოღონდ არ შედგეს ფუნქციის შესრულება ამადა იმ ქვეყნისა, რომლებიც და აი ამ დერეფანში ავღანეთიც დერეფანია ამ შემთხვევაში. თვითონ ირანიც დერეფანია, სომხეთიც დერეფანია. ყველა ეს არის ინტეგრაციული გზა, როდესაც ევროპიდან წამოსული ფასეულობები უნდა გადაედინოს აღმოსავლეთისკენ და უნდა შედგეს ნორმალური ინტეგრირება ამ ერებისა, ნორმალური ეკონომიკური განვითარება, რომლის შედეგად ჩვენ აღმოიფხვრება იგივე ავღანეთის ტერორიზმი, აღმოიფხვრება არაბული სამყაროში ღარიბი ცხოვრება, რომელიც საფუძველია ამ ტერორიზმისა. შესაბამისად, ერთადერთი ძალა, ვით არის ამის შემაკავებელი და ვისაც სჭირდება რომ იყოს ტერორიზმი და იყოს რაღაც არეულობები და თან უმტკიცოს თემ მსოფლიოს რომ აი ისრაელიც ხო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ აი სულ ომობს. მეც ვომობ და თან პუტინის განცხადება ხომ საძაგლობა უნდა მიეჩვიოთო დასავლეთიო რომ სიკეთესაც და ბოროტებას თანაბარი უფლებები აქვს. აი ახლა ეს არის ყველაზე თავზე ხელაღებული, უკვე ადამიანს უკადასახები არ აქვს. პირდაპირ ამას კი ბატონო, მე ვარ ბოროტი, მაგრამ მეც მაქვს უფლება რომ ვიარსებო. რატო? საიდან მოიტანე რომ გაქვს ამის? ანუ ეს იგივეა რაც ჩვენთან იყო, რომ ქურდი ახლა ნუ კაცური კაცია. კაცური კაცი. მორალია რაღაცა. უკაცრავად აპრიორი უკვე ეს არის საშინელება. აი არ მენტალობას ნერგავს რუსეთი. და საქართველოზე დღეს მე არ ვიცი როგორი ხელისუფლებაა დღეს მუხრან საქართველოში. მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ თუ საქართველო კონკურენტუნარიანი არ იქნება რუსეთთან მიმართებაში, გამტარიანობის თვალსაზრისით, რუსეთს ეს აწყობს. და თუ საქართველოში იქნება კორუფცია, თუ საქართველოში იქნება მუშევრობა, გაჭირვება და თუ ტვირთის წამოღება იგივე დაუჯდება, რაც უჯდება რუსეთზე გატარებით, რა თქმა უნდა საქართველოს ამ შემთხვევაში ამოვარდნილი ხდება ამ კონტექსტიდან და ამ გეოპოლიტიკური დანიშნულებას ვეღარ შეასრულებს. შესაბამისად 3 მილიონი ტვირთის დაკარგვა პირადად ჩემთვის უკვე ტრაგედიის თვალსაზრისია, იმიტომ ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი, რომ საქართველოს რკინიგზამ 3 მილიონი ტვირთი ამ წელიწადში დაკარგა. ანუ არ გამოვატარა 3 მილიონი. ანუ ვიღაცამ ჩათვალა რომ საქართველოზე ტვირთების გატარება არის მისთვის წამგებიანი. და ისე შეიძლება წაიღო რუსეთიდან, ან სხვა გზებიდან ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი. და ეხლა კიდევ მთავარი რაღაცა. უმთავრესი ეხლა ვამთავრებ ჩვენ რომ ვამბობთ ყოველთვის რომ ორი მენტალობა განსხვავებით, ხო? მენტალობა არის ფორმა მხოლოდ და მხოლოდ ორი ტიპის, ცივილიზებული მმართველობა და არაცივილიზებული. აი სწორედ არაცივილიზებული მმართველობა აყალიბებს ერების არაცივილიზებულ მენტალობას, ცივილიზებული აყალიბებს ცივილიზებულ მენტალობას. ჩვენ სწორედ აი ამ საზღვარზე ვიმყოფებით და რაოდენ ჩვენ თვითონ იქნებით ცივილიზებული მმართველობა. ახლა შვეიცარიელისთვის წარმოუდგენია რომ მან მოგაწყვეს. თან გითხრათ რომ 3000 ტონას მოგაწყვით, იმას გრამი არ გააქვს. ხო? მაგრამ რუსი გეტყვის, კი გაცო 3000 და მეცაც მოსი, მაგრამ იქნება 2.5 აუცილებლად მოგაკლებს. აუცილებლად თუ იქნა საერთოდ. და თუ არა, საერთოდ თუ არ დაავიწყდა, რომ რაღაცა ვალდებულება აღება. ანუ გადამგდებლობა, ეს არაკეთილსინდისიერება, უპატიოსნობა, ეს ყველაფერი არის
რაც რუსეთის წისქვილზე ასწავს. ნუ ესეც ერთ-ერთი მეთოდია ფულის კეთების ფულის. და ეს აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს რომ ჩვენ აი ესეთ შეხვედრებს კიდე გავაგზავნებთ. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის, აი მე მგონი